კახარის პარტია თავის მართლების რეჟიმშია პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მათ მიერ პარლამენტის არალეგიტიმურობაზე გაკეთებული განცხადებების ფონზე უხერხული მდგომარეობა შექმნა. Ამ მდგომარეობიდან გამოსავალი კი სოფო ხურგუანმა მოძებნა და თქვა, რომ პარლამენტში ლეგიტიმური მხოლოდ მათი 8%-ია, დანარჩენი კი არა. კახარის პარტიამ შესაბამისი პროცედურების გავლა უკვე დაიწყო. პარლამენტში იმყოფებოდა შალვა კერესელიძე, ნინო არღლიანი გვეტყვის უფრო მეტს. ქვეყნიდან გაქცეული გიორგი გახარიას პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად შალვა კერესელიძე გამოუშვა. სწორედ შალვა კერესელიძემ გამართა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრა. ამ შეხვედრის შემდეგ კი გვითხრა, რომ საკანონმდებლო ორგანოში მომდევნო სასესიო კვირაში სამშაბათს შემოვლენ. შალვა კერესელიძე სოფო ხურგუანის მსგავსად თავის მართლების პარალელურად პოლიტიკურ აბსურდამდე მივიდა, რადგან კერესელიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება პარლამენტს ლეგიტიმაციას არ ანიჭებენ, თუმცა აქვე ამბობს, რომ სწორედ ქართული ოცნების დეპუტატებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში აპირებენ კანონშემოქმედებით საქმიანობას. შემდეგი კვირა არის სასესიო კვირა და ამ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით მოვედით. ბატონ შალვა, თქვენმა წევრმა თქვა, რომ მხოლოდ ჩვენ ვიქნებით ლეგიტიმურები ამ პარლამენტში და თქვენც ასე ფიქრობთ, რომ მხოლოდ 12 დეპუტატი იქნება ლეგიტიმური? სამწუხარო არის ის, რომ ამ პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან მარტო ჩვენ იქნებით. ლეგიტიმურია ახლა ეს პარლამენტი? მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს, ხა ლეგიტიმურია თუ არ არის ლეგიტიმური. ფაქტი არის სახელმწიფო რომ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში მართავს უცნება. ლეგიტიმურ პარლამენტში შემოდიხართ თუ არალეგიტიმურ? არალეგიტიმური დეპუტატი ხართ ან? ვისაც როგორ უნდა ისე დაარქვას რა. თქვენ როგორ არქმევთ? მე ვარქმევ ისე რომ ჩვენ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე არ გავაკეთოთ. ვის შეხვდით? პარლამენტის თავმჯდომარის. ანუ აღიარებთ მის სტატუსს? პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსი აქვს და ეხლა აღიარებს და არ აღიარებს, ეხლა რა თქვენ როგორც გინდა ისე გაიგეთ. მე პარლამენტის წევრი ვიქნები, კი ბატონო, მაგრამ ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური? ვიღაცისთვის ეს იქნება არალეგიტიმური პარლამენტის წევრი ვიქნები, ვიღაცისთვის ლეგიტიმური პარლამენტის წევრი. გიორგი გახარიას თანაგუნდელების თავის მართლებას იუმორის გარეშე ვერ აფასებენ მმართველი გუნდის წევრები, რომლებიც დარწმუნებულები არიან, რომ ჩავარდნილი რევოლუციისა და ჩავარდნილი ქუჩის პროტესტის შემდეგ გიორგი გახარიას უცხოელმა პატრონებმა სწორედ პარლამენტში შესვლა დაავალეს. საკანონმდებლო პროცესს გიორგი გახარიას თანაგუნდელების შემოსვლა არც დადებიც მისცემს რამეს და არც უარყოფით ამბობენ საპარლამენტო პარტიები, რომლებიც მომდევნო კვირას ელოდებიან, რომ გარე დავალებები სწორედ გახარიას თანაგუნდელების მხრიდან საპარლამენტო ტრიბუნიდან გაჟღერდება. მათემატიკაში ძალიან ძლიერად არიან, ღიმილის მომგვრელია. შემოვლენ, ეხლა გულწრფელად რო გითხრათ, რამეს მოუმატებს ეს საპარლამენტო ცხოვრებას ან დააკლებს ამას ნამდვილად ვერ გეტყვით ჩვენი მხრიდან. ერთი მთავარი ფაქტი არის ერთი, რომ მათმა პატრონებმა რეალურად მიხვდნენ და ჩახედეს რეალობას თვალებში. მოგიწევთ იმ რეალობასთან შეგუება, ჩვენ პარტნიორებს ვეთქვით, რომელი რეალობას დგას ჩვენს ქვეყანაში. იმ ღირსეულ გადაწყვეტილებებთან მოგიწევთ თვალებს ჩახედვა, მიუხედავად იმ დიდი სურვილისა, რომ ეს ყველაფერი, ესე ვთქვათ, გააბიტურონ და გადაგვიყვანონ მათ დღის წესრიგზე, როგორც თავის სხვა პროქსი სახელმწიფოებზე აკეთებენ, ეს ჩვენთან არ გამოუვათ. ისინი სერიოზული ბულინგის მსხვერპლიანია და რაღაცით თავი უნდა გაიმართლონ. ქუჩაში დატოვეს ოპოზიცია და ამითი არაფერი არ გამოუვიდათ. ვერანაირ კომპრომისზე ქართული ოცნება ვერ წაიყვანეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. შემდეგ ნახეს, რომ ჩაუვარდათ რევოლუციის მომდევნო და მორიგი სცენარი და მაქედან გამომდინარე სხვა გზა არ აქვს დარჩენილი და რა თქმა უნდა ურჩევნიათ, რომ თავისი კონტროლის ქვეშ მყოფი ბატონი გახარიას 12 წევრი ყავდეთ პარლამენტში, რომ ეს კარტებიც არ გადაყარონ და შესაბამისად მათი მესიჯ ბოქსი გააჟღერონ უკვე პარლამენტიდან. რეალურად ის მიხვდა, რომ ცნობილი იმერული გამონათქვამიც არ იყოს, არც იქინე მიიღებდნენ და არც აქ მოესვლებოდა და ეხლა პრაქტიკულად თავშესაფარი, პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა რეალურად და უნდა პარლამენტში შემოსვლა. ანუ პარლამენტი თუ არ არის ლეგიტიმური და მარტო ეს შესანიშნავი 12-ია ლეგიტიმური, მაშინ სადმე დასყდნენ, თავიანთ ოფისში დასყდნენ იქ და გამოაცხადნენ, რომ მარტო 12-ია ლეგიტიმური. თუმცა მათი ასე ვთქვათ ლიდერი გერმანიაშია და შეხვედრებს ატარებს და როგორ იქნება ლეგიტიმური ეს კიდე საკითხავია, ვერ ჩამოდის საქართველოში, მაგრამ თუ ასე ფიქრობენ, იყვნენ თავიანთ ლეგიტიმურ ოფისში ლეგიტიმური 12 გახარიას წევრი.
გიორგი გახარიას პარტია პოლიტიკურ შატალოს წყვეტს. მომდევნო კვირიდან ისინი საკანონმდებლო ორგანოში შემოვლენ. ამ 1 წლის განმავლობაში კი გახარიას პარტიას უარი მხოლოდ საქმის კეთებაზე ჰქონდა ნათქვამი, რადგან 1 წლის განმავლობაში ისინი იღებდნენ საბიუჯეტო დაფინანსებას.